კრემლის დახმარების გარეშე კი საქართველოში როგორც თქვი არ არსებობს კლასიკური გაგებით ავტორიტარული რეჟიმი ფიზიკურად ვერ დამყარდება. არ არის ამის არც ფინანსური, არც სხვანაირი რესურსი დღეს საქართველოში. ხოლო ვლადიმერ პუტინის საქმე როგორ მიდის ამას თქვენ კარგად ხედავთ. მოსკოვში რა ხდება უკვე ინტენსიურად იბომბება როგორც ხედავთ მოსკოვი, პეტერბურგი. აი გუშინ 2 დღის წინ ახლა წინა დღეებში რომ იყო მოსკოვში ინტენსიური შეტევა უკრაინული დრონების. გუშინ ტიუმენის ოლქში იყო ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაზე. ტიუმენის ოლქი არის რუსეთში ნავთობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მომპოვებელი რეგიონი. იმ რეგიონში ტიუმენის ოლქში არის სურგუტი, მაგალითად ცნობილი ნავთობის ქალაქი. და ამ ახლა მაგალითად დღეს იმაში უკრაინის მხრიდან შეტევები იქნა განხორციელებული ყირიმის ტერიტორიაზე და ქერჩის სრუტის მეორე მხარეზე კრასნოდარის მხარეში სხვადასხვა ინფრასტრუქტურაზე. ანუ უკრაინა უტევს როგორც მოგეხსენებათ სამხედრო ობიექტებს რუსეთის ტერიტორიაზე და იმ ობიექტებს, რომელსაც რუსეთი იყენებს უკრაინის წინააღმდეგ საომარი ომის აგრესიული ომის საწარმოებლად. ეს იქნება ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები, ნავთობის საწოლები, იარაღის ქარხნები და ასე შემდეგ. და თქვენ ასევე მოგეხსენებათ რა ქვია, ბელორუსიის ავტორიტარი მმართველის ალექსანდრე ლუკაშენკოს ეს ასე არის აღიარებული საერთაშორისო მასშტაბით განცხადება, სადაც თქვენ ნახავდით როგორი შეშინებული ლაპარაკობს ის. მოისმინეთ, ვისაც არ მოგისმენიათ, სადაც ის ლაპარაკობს ბოდის სუხდის რაღაც განცხადებაზე ვლადიმერ ზელენსკის. მოგეხსენებათ, რომ ვლადიმერ ზელენსკიმ ამას წინ უძღოდა ის, რომ უკრაინის სამხედრო მაღალჩინების მხრიდან იყო გარკვეული გაფრთხილება ბელორუსიის ხელისუფლებაზე, რომ თუ რაიმე ისეთ აბის გადადგამდნენ 500-მდე სამიზნე გვაქვს ამოღებული ბელორუსიის ტერიტორიაზეო. თქვენ ვისაც არ მოგისმენიათ, მოგიწოდეთ რომ მოისმინოთ ის ალექსანდრე ლუკაშენკოს ინტერვიუ, სადაც ის ამბობს, რომ თუ უკრაინა ჩვენზე იერიშებს მიიტანსო, ჩვენ ვერ შეუძლებთ ჩვენი ტერიტორიის დაცვასო. ბოდის სუხდის ვლადიმერ ზელენსკის, ხოლო ვლადიმერ ზელენსკიმ კი მოგეხსენებათ, რომ რამოდენიმე დღის წინ ერთკვირიანი ვადა მისცა ალექსანდრ ლუკაშენკოს, რომ განაცხადა, რომ ბელორუსის ტერიტორიაზე ჩვენ უკრაინის სიახლოვეში დგანან რეტრანსლატორებიო, რომლებიც რუსეთის რაკეტებსა და დრონებს ეხმარებიან უკრაინის ტერიტორიაზე სამიზნეების აღებაშიო და ერთი კვირის ვადა მისცა, რომ ან აიღეთო ისინიო, ან ჩვენ ავიღებთ იმასო. ანუ ჩვენ ავიღებთო, ალბათ ხვდებით, რომ ალბათ იგულისხმებდა ისეთ აღებას, როგორც უსწორდება სამხედრო ობიექტებს რუსეთის ტერიტორიაზე. აი ასეთი ვითარება, გარდა ამისა გააფრთხილა ბელორუსია, რომ ჩვენო ვლადიმერ ზელენსკიმ, რომ ჩვენო რუსეთის ტერიტორიაზე ვანადგურებთ ნავთობის საწავებსო, იმიტომ რომ იმას რუსეთი იყენებს ჩვენ წინააღმდეგ საომრადო და ბრალი დასწო ბელორუსის ხელისუფლებასო თქვენი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნებიდანო აწოდითო ნავთობპროდუქტებსო რუსეთსო და ამაზეც გაფრთხილება მისცა, ასე რომ 2 თუ 3 დღე გავიდა იმის შემდეგ და რამოდენიმე დღეში ალბათ გახდება ცნობილი თუ რა ზომები იქნება მიღებული ან თვითონ ბელორუსის ხელისუფლების მხრიდან ან უკრაინის მხრიდან, მაგრამ მთელი ეს სიტუაცია ხომ ადასტურებს, რომ ცუდად მიდის პუტინის საქმე. ამას ემატება ის, რომ ამ წლის ნოემბერში ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარდება იქ კონგრესის არჩევნები, იქ როგორც მინიმუმ ქვედა პალატაში, ანუ წარმომადგენელთა პალატაში, როგორც მინიმუმ ძალიან დიდი ალბათობით დემოკრატიული პარტია აიღებს უმრავლესობას, რაც კიდევ უფრო გართულებს პუტინისა და პუტინის მოკავშირეების მდგომარეობას და ამ ყველაფრის გათვალისწინებით და ყველაფრის ამ ვითარებიდან გამომდინარეც და სხვა ფაქტორებიდან, რა თქმა უნდა, ერთობლიობაში მოგმართავთ ოცნების ლიდერებო, დაიწყეთ დემოკრატიული რეფორმები, დაიწყეთ იმ კანონების შეცვლები თუ გაუქმებები, როგორც იქნება საჭირო, რაც ბოლო ხანებში მიიღეთ, რომლებიც ხშირ შემთხვევაში თითქმის ძალიან ამცირებენ შეკრებისა და გამოხატვის უფლებებს, მიიღეთ ზომები, მიიღეთ საკანონმდებლო, გამონახეთ საკანონმდებლო რაიმე მექანიზმი იმ საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით დაპატიმრებული იმ ადამიანების მიმართ, რომელთა დაპატიმრებაში ძალიან დიდია ალბათობა იმისი, რომ შეიძლება იყოს
პოლიტიკური შემადგენელი ნაწილი ეს იმ პირობებში, როდესაც უამრავი ადამიანი, რომლებიც დემონსტრანტებზე ძალადობრივ თავდასხმებს ახორციელებდნენ, არ არიან დაპატიმრებული და მხოლოდ რამოდენიმე ადამიანია დაპატიმრებული, იმ ვითარებაში და იმ ვითარებაში, როცა ისინი არ არიან დაპატიმრებული და ამ დროს ქალბატონი ელენე ხოშტარია ბანდერის დაჯღაბულისათვის არის ციხეში უკვე რამდენი ხანია, ქალბატონი მზია ამაღლობელი, რომელიც სირის გაწვრისათვის არის ციხეში რამდენი ხანია და ამ დროს ის ადამიანები, რომლებიც დემონსტრანტებს ამტვრევდნენ, ასახიჩრებდნენ და ასე შემდეგ, მათი უმეტესობა, მათი უმრავლესობის მიმართ საერთო სისხლის სამართლებრივი დევნაც არ არის დაწყებული და ასე შემდეგ, ამ ყველაფრიდან გამომდინარე მოგიწოდებთ ოცნების ლიდერებო, დაიწყეთ დემოკრატიული რეფორმები. გამორიცხულია, არავინ არ დაიჯეროს. პუტინი ვერ იმარჯვებს, პუტინის საქმე ცუდად მიდის, აქედან გამომდინარე ვინმეს თუ აქვს ნატვრა ან გულში ფიქრობს, რომ იქნებ ავტორიტარული რეჟიმის დამყარების შანსი იყოს საქართველოშიო, არავინ არ მოტყუდეს. გამორიცხულია, ვერ დამყარდება კლასიკური გაგებით ავტორიტარული რეჟიმი, გამომდინარე კვლავ ვიმეორებ იქიდან დიდწილად, რომ პუტინის საქმე მიდის ცუდად. როგორც უკრაინას ფრონტზე, ასე თვითონ რუსეთის შიგნით, ასე საერთაშორისო ასპარეზზე. აი ამ დეტალებზე მინდოდა მელაპარაკა. კვლავ მოგიწოდებთ იმათ, ვისაც აქ ამ პლატფორმაზე, ამ აკაუნტზე ჩემი აქტიურობა საინტერესოდ მიგაჩნიათ, როგორც ხედავთ მე სხვადასხვა თემებზე ვლაპარაკობ, როგორც მიგაჩნიათ, ისა როგორც ხედავთ, ვცდილობ მაქსიმალურად მიუკერძოებლად ვილაპარაკო, მაქსიმალურად პროფესიული და ექსპერტული კუთხით მიუდგე და მინიმუმამდე დავიყვანო მიკერძოებულობა და მოგიწოდებთ, ვისაც მიგაჩნიათ ეს საინტერესო და საზოგადო სასარგებლოდ, გამოიწეროთ, ანუ დააფოლოვოთ ეს აკაუნტი, დასვათ მოწონებები, ანუ ლაიქები და გააზიაროთ, რომ თქვენ და უფრო მეტ ადამიანს, უფრო მეტი წვდომა გქონდეთ ამ აკაუნტზე არსებულ მასალაზე. მე მაქვს სურვილი, რომ კიდევ ბევრ რამეზე ვილაპარაკო ამ აკაუნტზე, ეს იქნება როგორც ეკონომიკაზე, პოლიტიკაზე, იურისპრუდენციაზე და სხვა საკითხებზე. დიდი მადლობა ყურადღებისათვის, კარგად ბრძანდებოდეთ.